მე მიყვარს კრიტიკა და ყველა ვინც მიცნობს ამას დაგიდასტურებთ, მაგრამ საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა აკრიტიკოს, არამედ უნდა შეაქოს კიდეს მთავრობა, როდესაც ის კარგად მუშაობს, ამბობს ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული გამოცემა Guardian-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. პრემიერის ბოლო განცხადებები სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ბევრ კითხვას ბადებს, მაგალითად სრულდება თუ არა თაფლობის თვე თუ წელიწადი მედიასა და ახალ მთავრობას შორის. კეთილინებით, ცოტა ეთიკას მოუხმეთ და თქვენი ადგილი ნახეთ. აი ეს არის ჩემი პასუხი. ერთი განრისხებული მამაკაცი, ბევრი ექსპერტი და უფრო მეტი ჟურნალისტი. ერთი ყველას წინააღმდეგ და ზოგიერთი ერთის წინააღმდეგ. ეხლა რა უნდა უთხრა ამ საზოგადოებამ რა გაიგოს, რა უნდა გაიგოს, თქვენ ხართ ყველაზე პატივსაცემად, თქვენ შენთანაც მოვად. ყველასთან არ მისულა, მაგრამ ბევრი მივიდა მასთან. ბოლოს ამ კვირაში პრემიერმა ყველა პირდაპირ ეთერში 3 შეხვედრა მოაწყო. საერთო ხანგრძლივობით 13 საათზე მეტი და ძირითადი მოსაუბრე თავად იყო. დალაგებული არ მაქვს და ამიტომ როგორც გამომივა ახლა თანვაზროვნებ თანსაუბრობ. სამიდან პირველი შეხვედრა ექსპერტებთან ძალიანაც კეთილგანწყობილად დაიწყო. ივანიშვილი იღიმებოდა და მხოლოდ 9 საათის შემდეგ გაახსენდა, რისთვისაც ყავდა დაბარებული ქართული მედიის ყველაზე აქტიური მოლაპარაკე თავები. კი ბატონო, არ არის მოვა, ამას ამბობ ესე, ამას ხალხი უსმენს. თქვენ ექსპერტები ხართ, პატივსაცემი ხალხი ხართ, ამას ხალხი იტაცებს, მედია ამას არ ცდილობს. ქართული დემოკრატია იქამდე კი მივიდა, რომ გაბრაზებულ პრემიერზე პირდაპირ ეთერშივე გაბრაზდეს. პირველმა სიტყვა ვაჟა ბერიძემ შეუბრუნა, სხვები აყვნენ. როგორც მთავრობის მეთაურს, როცა გაქვთ უამრავი ხარვეზი საქმიანობაში და შეცდომა დაშვებული და ძალიან ბევრი არ ვიცი ახლა ამას ეყოფა ერთ-ერთი საათი. სამი მაინც დაასახელეთ. მე მაგალითად არ მომწონს თქვენი სტილი ფავორიტების მეშვეობით მართვის. თქვენ აღწერილი სიტუაცია დღეს ექსპერტების და ანალიტიკოსების დახმარებით, NGO-ების დახმარებით არც ერთნაირად არ განსხვავდება წინა ხელისუფლების პირობებისგან თუ შევადარებთ. ექსპერტები ზედმეტად კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ. მედია არასაკმარისად კრიტიკული ექსპერტების მიმართ. გინ დამარცხებული ხალხისა იყოს და გინ გამარჯვებულისა. მე დღეს თავს ავარიდებ რუსთავის კრიტიკას, იმედისაც და ავეჩებ ჩემს ყველაზე საყვარელ ტელევიზიას და ყველაზე პრინციპულად გამორჩეულად, ობიექტურად წოდებულს ალეკო ელისაშვილს და მის გამონათქვამს. საერთოდ ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი ინსტინქტია, რომ არ უყვარდეს კრიტიკა. მედიის ძირითადი ინსტინქტია, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება. ივანიშვილმა კავკასია საყვარელ ტელევიზია დაასახელა, მაგრამ ცოტა აჩქარდა. კავკასია კომპლიმენტით მოხიბლული არ დარჩენილა. ნუ ეხლა უმასწავლით როგორ წავიყვანო გადაცემა ბატონო ბიძინა უკაცრავად, ეგრე არ არის მამა, ეგრე არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა დავაყენოთ ეჭქვეშ. თქვენი ნებისმიერი სიტყვა, თქვენი ნებისმიერი პროგნოზი, ეს არ არის ჩემი აზრი. არა, მაგაში ვერ შეთანხმდება. საბოლოოდ ივანიშვილი ვერ ცხვებთან შეთანხმდა. პირველში არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მედია არის იარაღი, რომელიც ქებისთვის არის. ჟურნალისტი არის იმისათვის, რომ დასვას კითხვა ნებისმიერი ფორმით და როდესაც თქვენგან ასეთი ტიპის საყვედურები ისმის და ასეთი შეფასებები ისმის, რაღაც საქმის გარჩევას ემსგავსება. თქვენი პირადი გადაწყვეტილება ამ ფორმით შეხვედრება სხვა ჟურნალისტებთან. დიახ, რა თქმა უნდა და მეთვლი რომ ძალიან კარგი ფორმაა, მეთვლი რომ ეს იყო საჭირო და აუცილებელიც კი. გახლავთ დივერსია პრემიერის იმიჯის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ამ შოუებში პრემიერი ვერ წარმოჩინდება როგორც გამოცდილი მჭერმეტყველი, ვერ წარმოჩინდება როგორც პოლემისტი. ამავე დროს წარმოჩინდება მისი უხერხულობები მეტყველებასთან დაკავშირებით. წარმოჩინდება მისი კრიტიკისამდე მისი თმენის ძალიან დაბალი უნარი. თავად პრემიერს ჩანს ფორმაც მოსწონს და შინაარსიც, რადგან შეხვედრიდან შეხვედრამდე არც ერთი შეცვლილა და არც მეორე. შიჟილაშვილმა ნაწყენობით მადლობა გადამიხადა. ზუსტად რომ მაესტრო ჟურნალისტებმა აბსოლუტურად გამოხატეს თავის დამოკიდებულება გეგელია და ტრაბაიძის გადაცემაში. აბსოლუტურად კარგად ჩანს იქ როგორ ენატრებათ უკვე მიშა. ახლა მაესტრო გამოენთო ჩვენს სუბიექტურ აზრს პრემიერი სუბიექტურად ნოუყურებსო. პრემიერ-მინისტრს ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, არასწორი და მცდარი აზრის გამოხატვის უფლებაც კი. ნამდვილად არ ვაპირებთ ახლა მაყურებლის შეურაცხყოფას არც საკუთარი თავების იმის მტკიცებით, რომ ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსის დრო გვენატრება, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის დრო, რომლის დროსაც მე პირადად თავს კარგად არ ვგრძნობდი და თუ წინა ხელისუფლებას შევადარებთ, მე ვიტყვი, რომ ასეთი კონფლიქტებისას მედია იყო ძლიერ დაზარალებული. ამას მოყვებოდა ძალისმიერი ქმედებების მთელი ჯაჭვი იყო ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, სოდი, კუდი, ბიზნესის ეწოლა. ამიტომ ნაკლებად მადარდებს მე ბიძინა ივანიშვილი ასმეტყვის და როგორ დამტუქსავს თუ მიმჯირყნის, ასე თქვა თუ მიმჯირყნის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ამას არ მოყვება ძალისმიერი ქმედებები. ივანიშვილი შეხვედრიდან შეხვედრამდე მშვიდდება.
ბოლოს სულ 3-ჯერ გაბრაზდა. პირველად აბულაზე, თუმცა ისევ დაზავება გადაწყვიტა. არსებობს ესეთი გამოთქმა, იუპიტერ, თქვენ ცხარობთ, ესე იგი, ცდებით. ალბათ თქვენ ციცით. მაგრამ ღიმილი რო არ არის და ღიმილი რომ გაბრაზება არა, ამაზე რა სიტყვით. ასე იგი, ეს ჩვენეული შეფასებაა. მეორედ გაბრაზდა კაპიტალურად, როდესაც კითხეს, ნამდვილი იყო თუ არა ფრანგულ არქივში 90-იანი წლებიდან დაცული საბუთი ვინმე ინგა პალოასთან ქორწინების შესახებ. არასდროს ჩემ ცხოვრებაში სიცრუე არ მეგადრებია და მithumetes აბა მეტი რანაირებას ხო გინდათ ეხლა თქვენ გინებავთ რომ ფრანგული არქივი უნდა ამოვწიო 30 წლის წინანდელი და იქ უნდა დავიწყოთ თქვენ გარჩევა ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრის ჩხუბი შეიძლება მეორე ყურიდან გამოუშვან მაგრამ მინისტრი ამას ვერ იზამს საჯაროდ გაკიცხულთაგან მესამე იმ დღეს ალასანია გახდა სხვათა შორის მინისტრობის პერიოდშიც მესამედ თუ ამას გრიფის საიდუმლო დაადეს რომ ჯარისკაცი მოიწამლა და საიდუმლოა ჩვენს ქვეყანაში კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ გაბრაზებულთან ერთად პრემიერი გაკვირვებულია რომ პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ერთი და იგივე აქვს სამტკიცებელი. მთელი ევროპა სიცრუეში ყავდათ. ქართველებმა საკუთარ თავზე გძნობდით ამ ძალადობას და გავაცნობიერეთ და გავიგეთ ეს. ასევე ატყუებდნენ ამერიკას. ბლოგერია სამსახურის მიერ 16 მილიონი ლობისტებზე გაცემული და იქიდან ნაღდი როგორ წარმოგიდგენიათ $300,000, $400,000 ნაღდი ანგარიშით არის გაცემული ელჩებზე მათ რიცხვში. წამოხვალ ბევრის თავზეც გაივლი ისევ არჩევნებს მიადგები. პროგრამა მინიმუმი მარგველაშვილისთვის ახლა პირველივე ტურში გამარჯვებაა, სხვაგვარად ოცნებაც არ ღირს. მეორე ტური აგერ ბახრაძე მოვა, მიშა პრემიერობაზე ქონდა დიდი აქცენტი პრემიერად მიშას ამოაყენებს და მართლა მოგახმაროს და ძველი ტაშპანდურა ეკნებათ ისე. პირველ ტურში გამარჯვებას კანდიდატიც აპირებს, მაგრამ პრეზიდენტობაც კი არხიბლავს ივანიშვილის პრემიერობის გარეშე. გიორგი ისე მარგველაშვილი დამეხმარა. პელე ხარო გუნდში და არავის არ უნდა რომ პელე წავიდეს გუნდიდან ახლა უკაცრავად ჩემს თავზე რო ესე ვსაუბრობ მაგრამ მესმის მთავრობის წევრების რომ არ უნდათ ეს გამოაგდეს გუნდს პელეობა კარგად ჟღერს მაგრამ პირველივე ჩაკითხვაზე ჩაღრმავებასა და ჩაანალიზებაზე უხერხულობას აჩენს პელე შეუდარებელი თავის საქმეში იყო ეტარას წლების შემდეგ კი მთავრობაში მოსვლა რომ გადაწყვიტა ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი გახდა და თანამდებობა ნებით დატოვა ეტადვა ამიტომ 10 ნომერი ხარ თუ 41 უნდა შეერგო მომენტი სანამ მარაკანა ფეხზე დგას და ტაშგი კრავს ეტა 3